სოფლის კრებები მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში მუნიციპალიტეტის 112 სოფელში გაიმართება და 2025 წელს პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტისთვის 1.596.000 ლარია გამოყოფილი. პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10.000-დან 20.000 ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან როგორც ყოველ წელს, ისევე მიმდინარე წელსაც სოფლის ხარდაჭერის პროგრამის განვითარებისთვის გამოიყო გორის მუნიციპალიტეტის 1.590.000 ლარი. დღეს უკვე დავიწყეთ სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც იქნება შერჩეული უკვე პრიორიტეტები, თუ რა სამუშაოებისთვის სურთ აღნიშნული თანხების დახარჯვა. რა თქმა უნდა, მოხდება ყველა მოსახლესთან და ყველა სოფელში აღნიშნული შეხვედრების ჩატარება და გამოკითხვა, პრიორიტეტების დადგენა, შემდგომ უკვე დავიწყებთ შესაბამისი ნაბიჯების და პროექტების, ხარდაღრიცხვების მომზადებას, რასაც რა თქმა უნდა მოსახლეობა დააყენებს პრიორიტეტად. მოვილაპარაკეთ ასე, რომ სასოფლო გზა გაკეთდეს. სასოფლო გზა უნდა გაკეთდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ზამთარში მით უმეტეს მიცვალებულები ვერ მიყვას. ჩვენ ავარჩიეთ სოფელმა გადაწყვეტა, რომ გაკეთდეს ბაღებში მისასვლელი გზები.